ღარიბი არავინ დაძლია. ღარიბი ძალიან ბევრი არის. პოლიტიკური მაგათი გადაწყვეტილება ასეთია, რომ უნდა ღარიბი მეტი იყოს ვიდრე მდიდარი. ეგ მაგას არავინ არ დაიძიერებს ახლა. არც მე არ ამჯერავს, არაფერი არ შემცირებულა. ისევ სიდუღჭირია და ყველაფერი. ამას დრო ჭირდება და თვითონ განაგონ ეს საქმე, რომ ხალხმა ნორმალურად იცხოვრონ საქართველოში და არ გაედინებოდეს ამ ხელა მიგრაცია საზღვარგარეთ. აი ეს არის თელი უბედურობა. სადა ქალო სუტყუილებს ლაპარაკობ, მე რას ლაპარაკობ ქალო. როგორ ხალხს რა დღეში იყრიან, რა დღეში, როგორ გასაცოდავებული ხალხი დადეს. მიდიან და ვერაფერს ვერ აყიდულობენ, ეგ საქმეა. აჰა, 2 კილო ვაშლი ვიყიდე. არც იჭმება. მეტი რა გაქვქნაშვილო, მე ექიმებთან დავდივარ, ეხაც ქვეყნის ფული უნდა, ქვეყნის რამე უნდა, რითი რა უნდა გააკეთოს პენსიით ადამიანმა. ეს არის აბსურდი. 90% კი არა, იქით უფრო გაღარიბდა ხალხი. მაგათი ერთი სიტყვაც არ ამჯერავს. ბოლო პასუხია. უარესი იქნება, უარესი ერთად არის. შეფრდება კი არა, ხალხი სიფრთხილე ამოწმები. ისეთი თავრობა ყვა. სოფელში არავინ აღარ უვლის ბაღებსა. ყველა 2 კაპიკზეა გასული, რომ იმუშაოს. ის ერთი დღის აღებული ხელფასი ურჩევნიათ იმ ბაღების მოვლას. იცლება სოფლები და რომელი მასე არის? რატო აი პირობები არ არის, რატო აღარ აღარც პირობები აქვს ხალხსა და აღარაფრის საშუალებაც აღარ აქვს. არა მგონია ჩემო კარგო რომ ასე იყოს. ნამდვილად არა მგონია. საშინელ გაჭიროებაშია ხალხი. თქვენ აიცით რომ შემცირდა? არც არ ვიცი შემცირდა თუ არ შემცირდა. მე მგონი ზოგისთვის უკეთესია, ზოგისთვის არ არის უკეთესი.